ჯონ ვიკის ყურების დროს არ გეტკინა თვალები? არა. ჯოკერზე? არა. ამაზე? არა. ეხლა ვიაგიხსნის უყურებს. ყოველდღიურად შენი პროკრესტინაცია იწყება დღით, სადაც იწყებს სკროლვას ინსტაგრამის, ტიკტოკის, სკროლავ ერთი და იგივეს ხედავ სულ ყველა ცხვარი ერთად არის შეკრებილი და შენც მათ შორის აი აქ ჩაკეტილი ხარ და ზუსტად აი ჯოკში ხარ. და როდესაც ასკროლავ და მიშას განსხვავებულ კადრს, ფერს, ესთეტიკას, სულ სხვა ხედვას დაინახავ, აი აქ ტვინი უკვე ღრძობას იწყებს, დისკომფორტში შედიხარ და გონია რომ არ მოგწონს, სინამდვილეში ძალიანაც მოგწონს, აი იმ სანაგვეს, რაზეც მიჩვეული ხარ ერთი და იგივეს და მერე აი აქ რაღაც ბოღმა ივსება, რატომღაც, არ ვიცი რატო და გინდა რომ მოხვიდე და ვენტილატორზე ძღნელი შეაყარო ესე, მოჯვა და წახვიდე, იმიტომ რომ გწყინს, იმიტომ რომ არ მოგწონს. ვინ არის ეს, რომ გაბედა აი ამ ერთნაირ ცხოვრებში რაღაცა გამორჩევა. ესეთი ადამიანებისთვის ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მაქვს. ყოველდღიურად დავანიშნინე სპეციალურად ავტობუსები 9-ზე, 12-ზე, 3-ზე, 6-ზე, ან ნებისმიერ დროს შეგიძლია დაჯდე ამ ავტობუსზე და წახვიდე ნახვი. მანამდე მოასწარი კომენტარის დაწერა, მიშამ არაფერი არ იცის, საშინელი ფერებია, თვალები მეტკინა და უცბად გააჯვი და მიასწრე ამ ავტობუსს, იმიტომ რომ დაგაგვიანდება მორიგი ნაგავი და ძღნელი რო ასკროლ.